გამარჯობათ, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. მე ვარ ნევილი, ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება სახელწოდებით შეტყობინება უზენაესი ძალებისგან. ამ მომენტისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, რაც გასათვალისწინებელი არის, შესაბამისად მიიღებთ იმ ინფორმაციას. ვარიანტების კატეგორია გექნება როგორც ყოველთვის 3 კატეგორია. ჩაიფიქრებთ ერთ ვარიანტზე თქვენს სიტუაციას, თუ მაგალითად თქვენი ახლობლისთვის გვინდათ რომ სხვა ვარიანტზე ჩაუთქვათ, ესეც შეგიძლიათ. თავარი არის რომ ერთ ვარიანტზე ერთი სიტუაცია და ერთი ადამიანი ჩაიფიქროთ. მაშასადამი ამ მომენტისთვის შეტყობინება თქვენთვის უზენაესი ძალებისგან როგორი არის პირველი ვარიანტის წარმომადგენლების არსებული ინფორმაცია, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, მანდ ვინც ვერ მოასწრეს და არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, პირადისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ამ მომენტისთვის შეტყობინება თქვენთვის რა არის? პირველივე რაც არის ინფორმაცია, პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია მოდის რომ საჭირო არის რომ უფრო მეტად განთავისუფლდეთ ზედმეტი, ასე ვთქვათ, სანერვიულო თემებისგან. ყველაფერს იტრიალებ გულში, ყველაფერზე ნერვიულობ, ყველაფერი შინაგანად გააქვს, ყველაფერს შინაგანად იტრიალებ შიგნით, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით განთავისუფლე შენი თავი ზედმეტი სანერვიულო თემებისგან, ზედმეტი ფიქრებისგან, ისეთი რაც არ გჭირდება. ეს პერიოდი ახლა არსებული სიტუაცია, რომელიც გაქვს, უნდა გამოიყენო შენთვის სასარგებლო პერიოდის კუთხით იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად იყო გააზრებული ცხოვრებისეულად რა მიმართულებით წახვიდე და რა გჭირდება სიტუაციური კუთხით. პირდაპირ მნიშვნელობით უნდა იყო გამოღვიძების პოზიციაში, მეტი სიმტკიცე გამოიჩინო საკუთარი თავის მიმართ და მეტი თვითრეალიზირება შექმნა ხო საკუთარი თავის. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ძირითადად შეიძლება იყო რაღაცა მიძინებულ, მოდუნებულ მდგომარეობაში და შესაბამისად გჭირდება, რომ რაღაცა შეცვალო შენ ცხოვრებაში, რაღაც ახალი რეალობა გქონდეს, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით თუნდაც გარეგნობის კუთხით შეიცვალო იმიჯი, თუნდაც დაიწყო რაღაც სახის ვარჯიშები, ან თუნდაც სწორი კვება, რაღაცა უნდა შეცვალო გარეგნობის კუთხით საკუთარ თავში და რა თქმა უნდა პირველი რაც ამოდის მიდგომები საკუთარი თავის თან მიმართებაში და მოთხოვნები რაც გაქვს ზედმეტი რაღაცა ჩახვეული აზრებისგან უნდა განთავისუფლდე. როგორც კი აი ამ ყველაფერს გადალახავ, როგორი სიტუაცია გექნება ცხოვრებისეულად, პირდაპირ მნიშვნელობით დაცული იქნები, დაცული პოზიცია. შეხედეთ, როდესაც წრის მდგომარეობაში ხარ, შეკრული წრის მდგომარეობა, დაცულობა, უფრო მეტი გექნება სტაბილურობა, უფრო მეტი სრულყოფილების შეგრძნება გექნება და იმაზე უფრო მეც მიაღწე, ვიდრე საჭირო არის. იქიდან გამომდინარე, შენ ამ მომენტისთვის ზემეტად იტრიალებ საკუთარ თავში რაღაც უაზრო აზრებს და ყველაფერს განიცდი, გეკითხებიან, არ გეკითხებიან და ყველას მამინდა რო ხარ, მოდი პირდაპირ ეს თქოს მნიშვნელობით, აქედან გამომდინარე შენვე ზარალდები. მიდგომები უნდა შეცვალო და დაამუშავო საკუთარ თავში. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და თქვენთან გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შეტყობინება ამ მომენტისთვის როგორი არის უზენაესი ძალებისგან. უზენაესი ძალებისგან ესეთი რაღაცა ინფორმაცია მოდის, რომ ეხლა ეს პერიოდი, რომელსაც გადიხარ, შენთვის არის გარდამტეხი პერიოდი და გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას განთავისუფლება, განკურნების პერიოდი. გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება გადათამაშდეს ესეთი მომენტი. მათ ვისაც გარკვეული სახის რაღაცა პრობლემების შესაძლებელი ჰქონოდათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ამ სიტუაციების ჩახურვა მოხდეს ნელ-ნელა გადალახვა არსებული სიტუაციებისა. ეს პერიოდი თქვენთვის არის განკურნების პერიოდი, როგორც სულიერების კუთხით, ასევე ზოგადად ურთიერთობების კუთხით, ფინანსური კუთხით, ნებისმიერი პრობლემური სიტუაცია, რაც კი გაგაჩნდათ აქამდე და გქონდათ რაღაც უარყოფითი სიტუაციები, ამ ყველაფრის გადალახვის პროცესის მდგომარეობაში გადადიხართ. ერთადერთი მომენტი შეხედეთ ჭიანჭველის მდგომარეობით, უფრო მეტი შრომა გჭირდება, რომ საკუთარი თავის მიმართ განახორციელო და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მიზანდასახულობა გჭირდება. ასევე საკმაოდ კარგი იქნება თქვენთვის, თუ იყოფებით კორპუსის ბინაში და ფიზიკურად არ გაქვთ საშუალება, რომ
მიწასთან კომუნიკაცია ქონდეს, ელემენტარული ერთი მცენარე მაინც ქონდეთ სახლში, იმიტომ რომ მიწის სტიქიასთან საკმაოდ ძლიერი კავშირი გაქვთ და შესაბამისად მცენარეები, ასე ვთქვათ, მიწასთან მუშაობა თქვენთვის საკმაოდ კარგი არის. ერთი მცენარე მაინც შეიძინეთ. თუ გაქვთ, ეცადეთ რომ მაქსიმალური მზრუნვალება და სიყვარული გამოიჩინოთ მცენარეების და ზოგადად მიწასთან მიმართებაში, ხო? ასევე შეგიძლიათ რომ ატაროთ მინერალები, რომლებიც საკმაოდ კარგად მუშაობს. თავარი არის რომ მეტი მადლიერება გქონდეთ სიტუაციურად იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, იმისთვის, რომ ცოცხალი ხართ, იმისთვის, რომ არსებობთ, ელემენტარული მადლიერებაც საკმაოდ კარგად წაგადგებათ თქვენ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. თუ კი ამ თემას გაითვალისწინებ, როგორი თემები გექნება სამომავლო სიტუაციებში, პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან კარგი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით გექნება რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, განვითარება, გააზრების მომენტი. პირდაპირ მნიშვნელობით იქნება შენ ცხოვრებაში ცეცხლოვანი ენერგიების შემოსვლა. შეხედეთ ვერდის ნიშანს, ხედავთ? პირდაპირ მნიშვნელობის მეზესუმზერის ნიშანი. რაღაცა ახალი სიცოცხლის დაბადება, რაღაცა ახალი საწყისები, ახალი განვითარება, ახალი სრულყოფილების შეგრძნება, გამოღვიძება, შეხედეთ? ასე რომ მეტად გჭირდებათ რომ იყოთ გადართული და ორიენტირებული რეალურად იმაზე, რაც გჭირდებათ და რაც საჭირო არის და არა ის, რომ რაღაცა დრო გაგყავდეს და უაზრობებში კარგავდე დროს, პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით. საკმაოდ კარგად მუშაობს თქვენთან მცენარეების მიმართულება, მცენარეების მაგია. კომუნიკაცია ბუნებასთან, კომუნიკაცია მცენარეებთან, ასევე შეგიძლიათ გარკვეული კუთხით მცენარეების ნაყენის მიღება დამამშვიდებელი ჩაი და ასე შემდეგ, ესეც საკმაოდ კარგი არის და თქვენთვის არის. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული ინფორმაცია, გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ამ მომენტისთვის შეტყობინება. შეხედეთ, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე ამოვიდა შავი კარტი, ეხლა ეს რას ნიშნავს? ყოველი ახალმთვარეობისას შესაძლებელი არის გქონდეთ გარკვეული სახით გამძაფრებული ენერგიების მოჭარბება და პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელი არის ღამე ვერც იძინებდეთ. ან თუ დაიძინებთ, რაღაცა კოშმარული სიზმრები ნახოთ. ყოველი ახალმთვარეობისას გეძლევათ შანსი, რომ ახლიდან დაიბადოთ პირდაპირ მნიშვნელობით და რაღაცა შეცვალოთ უკეთესობისკენ თქვენ ცხოვრებაში. ასევე მინიშნებები საკმაოდ ძლიერი არის ხოლმე ახალმთვარეობისას დღის განმავლობაშიც და ღამის მდგომარეობაშიც. უფრო მეტი დრო დაუთმე მინიშნებებს ის, რომელიც გეძლევა, რომელსაც რაღაცას განიშნებენ. აქ გარკვეული კუთხით მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს შესაძლებელი არის გქონდეთ ძლიერი მინიმუმ ინტუიცია და ასევე ეზოთერიული ნიჭი, ხო, ეზოთერიული გარკვეული სახის შესაძლებლობები. ეზოთერიკას იმიტომ უფრო ბევრ ამას მოიცავს, ხო? ესე კონკრეტულად რო არ ჩავშალოთ თემა ესე. აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტის წარმომადგენლებს მეტად გჭირდებათ საკუთარი თავის მიმღებლობა, გააზრება, ვინ ხართ, რა ადგილი გაქვთ ამ სამყაროში, რა გჭირდებათ, რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ, რა არის შენი დასასჯელი, სად უნდა დასაჯო, გასაშვები სად უნდა გაუშვა. აქ პირდაპირ მნიშვნელობით გჭირდებათ გამოღვიძება. რაღაცა პროცესი ჩართული არის გამოღვიძების კუთხით, მაგრამ ბლოკავ, შიშები გაქვს, არღებულობ ამ შენ რაღაც ნიჭში და გამდგომარეობას. მეტი რეალიზირება გჭირდებათ და მეტი რეალური მიდგომები საკუთარ თავთან მიმართებაში. დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის. შესაძლებელი არის ხშირად გქონდეს ხოლმე კონფლიქტები გარშემო ყოფებთან მიმართებაში, დაძაბულობები, უარყოფითი თემები, იქიდან გამომდინარე, რომ არღებულობდე შენ თავს ისეთი, როგორიც ხარ, არ აფიქსირებდე ბოლომდე იმ შენ პოზიციას, რაც გინდა. ძალიან ბევრი პროტესტები არის და გჭირდება ამ პროტესტების გადალახვა და მიღება საკუთარი თავის ისეთი, როგორიც ხარ და რაც ხარ. თუ კი ამ თემებს დაამუშავებ, რა სიტუაცია გექნება? მართალია შეშის თემები გაქვს, რომ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ შეცვალო, რა მიმართულებით წახვიდე, რა გააკეთო, მაგრამ თუ კი ამ შეშის ნაბიჯს გადადგავ პირდაპირ მნიშვნელობით ქურუმის პოზიციაში, ხო, რაღაც უზენა ეს საფეხურზე გადახვალ პირდაპირ მნიშვნელობით გექნება უკეთესი მდგომარეობა ცხოვრებისეულად და უკეთესი სიტუაციები, ვიდრე ამ მომენტისთვის შესაძლებელი არის რომ გქონდეს. თავარი არის მეტი მიმღებლობა გქონდეთ საკუთარი თავის. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ კომენტარში რამდენად და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გემშვიდობებით, ნახვამდის.